ეხლა კარგი ამბავი მაქვს მაყურებლისთვის. ჩვენი თანაწამყვანის გოდერძი, თვით გოდერძი შარაშიას საავტორო ფილმი ნაზარის წერილები. ამერიკის საერთაშორისო კინოფესტივალზე, უფრო ზუსტად კი ნიუ-იორკის ორინოს ფილმს Evers 2025 წლის საუკეთესო დოკუმენტური ფილმების სამეულში მოხვდა. და დღეს საღამოს გაირკვევა ამ სამი ფინალისტიდან ვინ გაიმარჯვა. ჟიურის საუკეთესო ნამუშევრად, რომელს გამოაცხადებს. ფილმი ნაზარის წერილები ქუთათელი მიტროპოლიტის და მასთან ერთად დახვრეტილი 4 სასულიერო პირის ტრაგიკულ ამბავს შეეხება. გოდერძი, სანამ ამერიკიდან სანამ შენ კითხვას დაუსვამ, მოდი ესეც ვთქვათ, რომ უკვე ჩემთვის იმას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს კომისია თუ ეს ჟიური იტყვის საუკეთესოა თუ არა. უკვე იმიტომ რომ სამეულში რომ მოხდა, ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ ეს არის მისი ძალიან დიდი აღიარება და ეს არის ფაქტიურად გამარჯვება. ჩემთვის ის გამარჯვება. კი, ნამდვილად არსებითი მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ შეიძლება კი რა ეჭვი არ მეპარება რომ პირველ ადგილს მიიღებს, მაგრამ ასეც რომ არ მოხდეს, შენ იცოდე რომ ეს უკვე არის არა მარტო შენი დიდი აღიარება, არამედ ნაზარის რამხელა ღვაწლის დაფასება მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ასე რომ გილოცავ, აი მართლა გილოცავ. ეხლა ჩვენ სანამ მოკლედ მაყურებელი ფილმს სანამ ნახავს და იმედია მალე ნახავს, აი მინდა რომ გვიამბო ამ ფილმის შესახებ და როგორ დაიბადა მისი გადაღების იდეა. პირველ რიგში ეს მარტო ჩემი სიხარული არ არის, როდესაც ასეთი წერილები მოდის შეერთებული შტატებიდან, ეს თელი ტელეკომპანიის და აქ მომუშავე თანამშრომლების ის ძალიან მნიშვნელოვანია და საქართველოსთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ეს არ არის რაღაც განზოგად ისეთი თემა, ხო? ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემა. ეს ჩვენი ერის ტრაგედიის ერთი ფურცელია, როდესაც 5 სასულიერო პირი ერთ დღეს ყოველგვარი განარჩენის ახსნა განმარტების გარეშე ასე მარტივად დახვრიტეს და ისე მიაბარეს მიწას, რომ დღეს ჩვენ მათი საფლავები არ აგვაქვს. და მე ვიცი რომ ფილმის იდეა რო გითხრეს, რაღაც 4 ფოტო არსებობდა. როდესაც სხვათა შორის იდეა ეკუთვნის 5-ვე სასულიერო პირი დახვრეტილი წმინდანია. და მარტო ამათი ფოტოები არსებობდა და ამითი უნდა დაწერილიყო თქვა სცენარი და ისტორია. თვითონ ფილმის იდეის ავტორი იდეა ეკუთვნის წმინდა ნაზარის ფონდს, რომელმაც თხოვა ტელეკომპანია იმედს, რომ ეგებ გადაღებულიყო დოკუმენტური ფილმი. როდესაც ტელეკომპანიის დირექტორმა მაკალომიძემ დამირეკა და მთხოვა, რომ აბა არის იდეა რომ ამაზე ფილმი გაკეთდეს, რას ფიქრობ და თუ შეძლებ. სიმართლე რომ გითხრათ, ორი ამბავი მაქვს მოსაყოლი. პირველი, როდესაც ვიკითხე რა მასალა შეიძლებოდა ყოფილიყო, ეხლა დაახლოებით ის პერიოდია, როდესაც ნაკლები მასალაა, მაგრამ ეგებსადმე რამე და აღმოჩნდა რომ 5 დახვრეტილ ადამიანზე 5 თითო ფოტო არსებობს. სულ 5. ხო, აი ეს ვიცი ეს. ასეთი, ეხლა ნახეთ ეს ყველა ადამიანი ხო, 5 ფოტო. ეს რომ დაუშვათ აი კიბე ააშენე და ცემენტი არა გაქვს, არაფერი არ გაქვს და ნუ კიბე უნდა ააშენო. ესეთი ამბავია. მაგრამ მოვიდა სასულიერო პირი, რომელიც იყო ჩემი ასე ვთქვათ, კონსულტანტი ამ ფილმის განმავლობაში და მან მოიტანა ეს 5 ფილმი, მაგრამ 5 ფოტო, მაგრამ რამ გადამაწყვეტინა რომ მეთქვა უარი, გარდა იმისა რომ ასეთი თემები მაინტერესებს, ხო არ მეთქვა უარი. ასეთი თემები გარდა იმისა რომ მაინტერესებს, ხო. რატომ ვერ ვთქვი უარი? ამ მამაოს ქვია ნაზარი და ეს მამაო ნაზარ ბასილაია, როდესაც აღკვეცეს კითხეს რა სახელი უნდა და დაერქმიათ მისთვის და ამ წმინდანის პატივსაცემად დაირქვა ეს სახელი და ძალიან ცდილობს მისი სახელის პოპულარიზაციას ადამიანებთან მიტანას და როდესაც ჩემთან მოვიდა და ამ თემაზე იწყებდა ლაპარაკს, თვალები უჭყიალდებოდა და მივხვდი რამდენად ქონდა მას სურვილი რომ ყოფილიყო თაობებისთვის ეს ფილმი და აი ვერ ვთქვი უარი ადამიანურად. მაგრამ აი რამე თქვათ რა იცოდა რამე ან ისტორია როგორ არა ის იკვლევდა ამ წმინდანს კი ხო უყვარს ეს წმინდანი მისი სახელი მე ხა უყურე შენ გისმენდა აქეთ ამ ფილმს უყურებს, სულ ამას უყურებ. ესე იგი უნიკალური ქრონიკებია. თვითონ ცოტა მოგვიყევი როგორ ააწყვე ფილმი დრამატურგიულად, იმიტომ რომ ახლა რაღაცას უნდა მივმოდი. გადავწყვიტე რომ გამეკეთებინა დრამატურგიულად ნაზარი იკვლევს ნაზარის ისტორიას. დიახ. ეს ნაზარი რომელიც შენთან იყო. ეს მოძღვარი იკვლევს მის იმ კაცის, იმ წმინდანის ისტორიას, ვის გამოც ქვია მას
მისი თვალით დანახული და მისი მაგრამ ნახეთ იმიტომ რომ მასალა ძალიან მწირი იყო თვითონ ხუთივე სასულიერო პირზე მე შევეცადე რომ მარტო პერსონიფიცირებული ისტორია კი არ ყოფილიყო მიმოგვეხილა თლიანად ეპოქა პერიოდი რის გამოც მოხდა ხო და აი ეხა ნახე მთავარი კითხვა ნაზარი ჩემთვის შენთვის მამაოსთვის გასაგებია რომ ძვირფასია მაგრამ ამერიკის ასეთ პრესტიჟულ კინოფესტივალზე სამეულში რო ხდება შენ გქონდა დიდი ამოცანა რომ ეს უნდა მოგეყოლა ისე რომ ქართველისთვის კი არ ყოფილიყო მარტო გასაგები არამედ სოფლიო მაყურებლის ანუ რა მოყევი ისეთი რამაც ამ ხალხზე შევისაიბო მარტივად ეს გარკვეული მისიაც არის ხო რომ შენ უყვები ამერიკას სადღაც ოკეანის და არა მარტო ამერიკას არა მარტო ამერიკას ხო ერთი რამ იყო ძალიან მნიშვნელოვანი ამ ისტორიაში რომ მე არ მინდოდა ბევრი დოკუმენტური ფილმი რომელიც გვინახავს რომ აი ძალიან მსგავსი ყოფილიყო ანუ დოკუმენტური ეს არ არის კლასიკური დოკუმენტური ფილმი ეს სატელევიზიო დოკუმენტური ფილმია იმიტომ რომ აქ ძალიან რთულია გადაიღო კლასიკური დოკუმენტური ფილმი ან რაღაცა მხატვრულად უნდა აღადგინო და ეგენი არ მინდოდა ნახეთ როგორი ამბავია ნაზარ ლეჟავას ისტორიის მოყოლა შევეცადეთ როგორ იცით აი მაგალითად რა პათოს ნახავთ შიგნით რომ ეს არის კაცი რომელსაც უნდოდა რელიგიის დამოუკიდებლობა ჯერ კიდევ 1905 წელს ის იყო ერთ-ერთი იდეის ავტორი რომ საქართველოს ავტოკეფალია აღდგენილიყო 1905 წელს გაბედეს გესმის ეკლესიამ გაბედა და იმან მიუხვდა რუსეთი მიუხვდა რომ შენო დამოუკიდებლობასო რო ითხოვ რელიგიისთვის იგი ტერიტორიის დამოუკიდებლობასაც ითხოვ პარალელურად აბა ისალკე როგორ იქნებაო რა თქმა უნდა გასაგებია რომ მიუხვდნენ მაგრამ მათ ბრძოლა არ შეუწყვეტია რა თქმა უნდა იმიტომ რომ არ უნდათ რუსული გავლენები უნდათ ქვეყნის დამოუკიდებლობა ყველა მხრიდან ცდილობდნენ რელიგიის მხრიდანაც აქედანაც და 1917 წელს გახდა ხომ შესაძლებელი ხო და მოდი ესეც ვთქვა ეხა შენ თამდაბალი კაცი კი ხარ, მაგრამ ესეც ვთქვა, რომ ეს დღეს ძალიან მნიშვნელოვანია. აი, როცა ქართულ ეკლესიას ვიღაცები ბრძოლას უცხადებს, ამ ისტორიის გახსენება ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ საქართველოს ეკლესია იყო პირველი, ვინც რუსეთის იმპერიას დაუპირისპირდა და საქართველოს დამოუკიდებლობაზე ადრე საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებლობა გამოცხადდა. ამაზე მთავარი აქცენტია. ხო და ამიტომ მოიპოვა ამ ფილმმა ალბათ ერთ-ერთი მიზეზი ამ ფილმის წარმატებისა სწორედ ეს იყო, რომ აი ეს ისტორიული სინამდვილე წარმოაჩინა ვიღაცებმა რომ მიჩქმალეს და მალეს და აღარ არის ისტორიული სინამდვილე, აი სწორი ტერმინია. აქ არის ისტორიული სინამდვილე, როგორ იბრძვის ჯერ ეკლესია საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, რომ თავი დააღწიოს რუსულ მარწუხებს. მერე ამას დაემატა ერი ნოე ჟორდანიას სახლით ვეღარ გაძლეს 3 წელიწადზე მეტი მაგრამ ნახეთ გასაბჭოების შემდეგაც ბოლშევიკები მას წვრილად სულ დევნიდნენ ეს არის მიტროპოლიტი რომელმაც თვით ნოე ჟორდანიას და ექვთიმე თაყაიშვილს უცხოეთში არ გაატანა სვეტიცხოვლის და გელათის განძეულობა და მიტროპოლიტმა ეს საკუთარ რეზიდენციაში მიწაში დამარხა რა თქმა უნდა გაყიდეს და აღმოაჩინეს და ამის გამოც სერიოზული პატრიარქ ლეონიდეს ურთულესი შეხვედრები ჰქონდა ნოე ჟორდანიასთან ურთულესი შეხვედრები იყო მთავრობასთან არ ატანდნენ არაფრით და როგორ იყო იცი ძალიან გაბრაზებული გამოვიდაო ნოე ჟორდანიას კაბინეტიდან პატრიარქიო და იქ ფილმში არის ეს დეტალები და ამასაც ვერ პატიობდნენ ბოლშევიკები ვერ პატიობდნენ 1905 წლის ამბავს იდეას როცა მას დამოუკიდებლობა და 1924 წელს ერთ-ერთი სოფლის მრევლმა სთხოვა ეპისკოპოს ეკლესია გვიკურთხეო გესმის 24 წელს სოფელი როდინაული ესეთია დღეს ზესტაფონის მუნიციპალიტეტია და წავიდა რა თქმა უნდა ეპისკოპოსი 4 სასულიერო პირთან ერთად და იქ ხდება მათი დაკავება იქედან მოყავთ ურემზე დაბმული წვიმაში უბედურებაში მოყავთ მე საავადმყოფოში ხვდებიან ესენი ერთი რამ მნიშვნელოვანია ძალიან ბევრი ისტორიული ფაქტი არ იყო აი სოციალურ ქსელებში დადგენილი ახლა არიან კვლევარები ნაზარის ხო ნამუშევრები აქვთ მაგრამ სოციალურ ქსელებში ცოტა არეული იყო თარიღები ანუ ინტერნეტს ვერ ენდებოდი
მივიდოდი, ხო? დაახრეთ ის ამის, იმის, დაკავების მთელი ამბავი, მაგრამ მოვიპოვეთ მაგალითად კლინიკის ექიმების დასკვნა. საარქივო დოკუმენტებზეც იმუშავე. ძალიან განსაკუთრებული მადლობა მინდა უთხრა ქუთაისის არქივის განყოფილებას. აი საოცრად დამეხმარნენ. იქ არის დიდი ნაწილი ნაზარის დოკუმენტების ისტორიას და ეს არის ფილმი, რომელიც თაობებმა უნდა ნახონ. უნდა იცოდნენ, როგორ იბრძოდნენ ადამიანები საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, როგორ არ უნდათ ყოფილიყვნენ ვინმეს ქვეშევრდომი. ეკლესიის გადარჩენა ნიშნავდა ერის გადარჩენას და ეკლესიის როლი ამ ამბავში იყო ძალიან მნიშვნელოვანი და ასეთმა კაცებმა გადაარჩინეს, ასეთმა სასულიერო პირებმა ზვარაკად შეწირეს თავიანთი თავი, რომ გადარჩენილიყო ქვეყანა და რელიგია. ხო და აი ამიტომ არის ქართული ეკლესიის როლი ძალიან დიდი საქართველოს ისტორიაში და ამას რო ხაზი გაუსვი ამისათვის შენ განსაკუთრებული მადლობა. მაყურებელს უთხრათ, რომ 19 დეკემბერს საღამოს 11 საათზე, 23 საათზე იქნება ფილმის პრემიერა. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ წარმატებას, ულოცავთ ფილმს და ულოცავთ საქართველოს დოკუმენტალისტიკის სამყაროს, იმიტომ რომ ეს მართლა დიდი გამარჯვება.